მოგესალმებით. მინდა ასევე შევერთე მადლობას ჩვენი კოლეგების მიმართ, მართლაც იგრძნობოდა ერთიანობა, გუნდურობა და დამოკიდებულება ამ საკითხისადმი, ამ პროცესისადმი და ამ მნიშვნელობის სრულად გააზრება. და ამიტომაც ჩვენ ვართ დღეს წელგამართულები, როდესაც ვამბობთ, რომ დიახ, რა ვალდებულებებიც არსებობდა, ჩვენ პრინციპში ეს ვალდებულებები შევასრულეთ. რაც შეეხება უშუალოდ ჩვენი სამინისტროს კომპეტენციაში შემავალ საკითხებს, რაც ჩვენი მიმართულებით ვალდებულებები იყო შესასრულებელი, საუბარი არის დევნილთა და განსახლების სამინისტროზე. ჩვენს მიმართ არსებობდა 11 რეკომენდაცია, აქედან ნაწილი კოლეგა უწყებებთან ერთად შესასრულებელი და ეს მოიცავდა როგორც საკანონმდებლო ცვლილებებს, ასევე სტრუქტურულ ცვლილებებს, ასევე გადამზადების პროცესს, სხვადასხვა პროცედურების შემუშავებას, როგორც მიგრაციის მიმართულებით, ასევე თავშესაფრის საკითხებთან დაკავშირებით. თუ თქვენი ინტერესი იქნება, მე შემიძლია ამ მიმართულებით ან ჩავიარო ეს რეკომენდაციები და ჩვენ რა შევასრულეთ, ან კონკრეტულ კითხვებს უპასუხო. ჩათვალეთ, რომ დავსვით ეს შეკითხვა და თუ შეიძლება მოგვაწოდეთ ინფორმაცია. დიახ, მაშინ შევეცდები მოკლედ მოგაწოდო ეს ინფორმაცია ამ რეკომენდაციებთან დაკავშირებით. პირველი, ეს ეხებოდა რეინტეგრაციის ღონისძიებების კოორდინაციას და გაცნობებთ, რომ ამ მიმართულებით განხორციელდა ცვლილებები ნორმატიულ აქტებში. ერთი ეს ეხება კონკრეტულად ჩვენ დეპარტამენტს, რომელიც ჩვენ სამინისტროში არის შექმნილი და მის კომპეტენციაში არის რეინტეგრაციის საკითხებზე ზრუნვა. აქ საუბარია, რომ შემუშავებული იყო ერთიანი დოკუმენტი და ერთიანი პოლიტიკა, რომელიც რეინტეგრაციის ღონისძიებების კოორდინაციას მოახდენს. მინდა გითხრათ, რომ მანამდე არსებობდა ევროკავშირის დაფინანსებით და IOM-ი ახორციელებდა შესაბამის ღონისძიებებს. ეს ეხება სამშობლოში დაბრუნებულ მიგრანტთა რეინტეგრაციის მხარდაჭერას, სხვადასხვა პროექტების, ეს როგორც მიკრო ბიზნეს პროექტების დაფინანსება, ასევე კვალიფიკაციის ამაღლება და ამ შემდეგ. წელს მოხდა პირველად სახელმწიფო ბიუჯეტში თანხის გამოყოფა 400,000 ლარის, რომელიც კონკურსის წესით გაიცა არასამთავრობო ორგანიზაციებზე. 12 არასამთავრობო ორგანიზაცია ახორციელებს პროექტებს, ანუ უშუალოდ სახელმწიფომ დაიწყო ამ პროცესის ჩანაცვლება, რომელიც ევროკავშირის მიერ იქნა წამოწყებული და რისი ვალდებულებაც გვაქვს, რომ 2017-ში საბოლოოდ გადავიბაროთ. პრაქტიკულად ეს ღონისძიებები ტარდება საქართველოს ყველა რეგიონში და ჩვენ უახლოეს მომავალში შეგვიძლია ვიხილოთ, ყოველ შემთხვევაში შევეცდებით, რომ გავაშუქოთ და ყოველთვის რომ რეგიონშიც მივდივართ, ბუნებრივია დეპუტატებთან და ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად ვეცდებით, რომ ვაჩვენოთ წარმატებული საქმეები, როდესაც ადამიანები ჩამოვიდნენ საზღვარგარეთიდან, მათ პრინციპში ხელმოცარულები, უამრავი პრობლემებით, როგორც ფსიქოლოგიური პრობლემებით, ასევე მატერიალური პრობლემები და იმ თუნდაც მცირედი დახმარებით, მაგრამ აუცილებელი დახმარებით ისინი დარჩნენ საქართველოში და წამოიწყეს მიკრო ბიზნესი და ჩვენ რა თქმა უნდა ყველა სურვილი გვაქვს, რომ ძალიან წარმატებული ბიზნესები გქონდეთ მათ. ეს რაც შეეხება რეინტეგრაციას, მეორე ეს ეხება ჰუმანიტარულ საფუძველზე ვიზების გაცემას. ერთობლივ ბრძანებაში, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ჩვენ სამინისტროს გააჩნია, შევიდა შესაბამისი ცვლილება და ჰუმანიტარული მიზნებიდან გამომდინარე უკვე ვიზის გაცემის უფლებით სარგებლობენ თავშესაფრის მაძიებლებიც. ასევე შევიდა ცვლილება სისხლის სამართლის კოდექსში, შესაბამის მუხლებში, რომელიც არეგულირებს უკანონო შესვლის დაუჯელობას იმ ადამიანებისთვის, რომლებიც უშუალოდ იმ ქვეყნიდან მოდიან, სადაც მათ საფრთხე დაემუქრათ და სწორედ ეს იყო ერთ-ერთი რეკომენდაციები ამ მიმართულებით. აგრეთვე მოხდა ცვლილება ტოლთა შესახებ კანონში, რის მიხედვითაც შინაგან საქმეთა სამინისტრო, მათ ეგზავნებათ და უსაფრთხოების სამსახურს, როდესაც ეგზავნებათ დასკვნისათვის კონკრეტულ პირზე სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით პოზიცია, მოხდება საჭიროების შემთხვევაში დასაბუთება თუ რატომ წარმოადგენს ესე თუ ის პირი საფრთხეს სახელმწიფო უსაფრთხოებისათვის და შემდეგ უკვე ამ პირებს აქვთ საშუალება თავიანთ ენაზე წერილობით მიიღონ გადაწყვეტილება, სადაც კონკრეტულად შესწავლილი არის მათი მდგომარეობა, არსებითად არის გამოკვლეული საკითხები
და საშუალება აქვთ გაასაჩივრონ სასამართლოში. აქვე გეტყვით, რომ სასამართლოში გასაჩივრების ვადები გაიზარდა 10 დღიდან 15 დღემდე და ეს იყო ერთ-ერთი რეკომენდაცია ასევე და აგრეთვე შემცირდა სასამართლოში საქმის ვადების განხილვა. მოიხსნა უზენაესი სასამართლო როგორც მესამე ინსტანცია და კასაცია, ესეც გახლდათ რეკომენდაცია ევროკავშირის ვლაბთან დაკავშირებით, ვინაიდან ზოგადად ითვლება, რომ სახელმწიფომ ძალიან მოკლე დროში უნდა გასცეს პასუხი ადამიანს, რომელიც თავშესაფარს ეძებს და დასრულდეს ეს პროცესი და ეს პროცესი არ იყოს ძალიან გაჭიანურებული, რომელიც პრინციპში პრაქტიკაში ესე გახლდათ. შეიქმნა ხარისხის მონიტორინგის სისტემა, რომელიც 2016 წლის იანვრიდან ამოქმედება და თანამშრომლების გადამზადება მოხდება სწორედ იმ საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, რაც დადგენილია ევროკავშირში. აგრეთვე ხდება მუდმივად თანამშრომლების გადამზადება და მაქსიმალურად ახალი ინფორმაციების მიღება, იმ მიდგომების გააზრება, რომელიც არსებობს თავშესაფრის საკითხებთან დაკავშირებით, სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. კანონმდებლობით უკვე 2016 წლის იანვრიდან, თუმცა ეს კანონი ძალაშია, უფასო იურიდიული დახმარებით ისარგებლებენ თავშესაფრის მაძიებელი პირები, რომელთა მიმართაც სახელმწიფომ უარყოფითი გადაწყვეტილება გამოიტანა და რა თქმა უნდა, ისინი ისარგებლობენ თარჯიმნის უფლებით, ანუ მათთვის გასაგებენაზე მიეწოდებათ ინფორმაცია თუ რატომ გადაწყვიტა სახელმწიფომ მისი საქმე უარყოფითად. რაც შეეხება მოულოდნელი ნაკადების მართვას, სამხრივათაც შესაბამის ნორმატიულ აქტებში შევიდა ცვლილებები. ერთი ეს იყო როგორც დევნილთა მინისტრის ბრძანება, ასევე სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული გეგმაც და გაიწერა ის პროცედურები, რაც აუცილებელია მიგრაციული ნაკადების მართვისათვის. ზოგადად უნდა აღინიშნოს, რომ ასევე კავშირები დამყარდა სხვა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში შესაბამის სტრუქტურულ დანაყოფებთან, რომლებიც გვეხმარებიან ჩვენ მოვიძიოთ ინფორმაცია ამა თუ იმ ქვეყანაზე. მოგეხსენებათ, როდესაც ვსწავლობთ კონკრეტული პირის საქმეს, ჩვენ გვჭირდება ინფორმაცია როგორც კონკრეტულ პირზე, ასევე იმ ზოგად მდგომარეობაზე იმ ქვეყანაში, რომ დავადასტუროთ და ზუსტად ვიცოდეთ, რომ ეს ინფორმაცია რაც მოგვეწოდება, სწორია. და ჩვენ უკვე არაერთ ევროკავშირის წევრ ქვეყანასთან გვაქვს შესაბამისი მემორანდუმები და აქტიურად ხდება ინფორმაციის გაცვლა, ასევე იგეგმება შესაბამის ჩვენი თანამშრომლების გადამზადება ევროკავშირის ქვეყნებში. და აქვე დავამთავრებთ, თუ კითხვები გექნებათ, შემდეგ უფრო დეტალურად გიპასუხებთ. უბრალოდ უნდა აღინიშნოს, რომ როდესაც შეფასებელმა მისიამ გარკვეული, ასე ვთქვათ, მოკლე შეფასება განაცხადა, ასევე ითქვა ჩვენი მიმართულებითაც, რომ მოკლე დროში მიღწეული არის დიდი პროგრესი და ეს დადებითი შეფასება ჩვენ ასევე იმით გვაძლევს, რომ საბოლოოდ ყველანი ერთად დადებით შედეგებს მივიღებთ.